ანა მივავლინეთ და გავაგზავნეთ ერთ-ერთ უმშვენიერეს, თბილისის ერთ-ერთ უმშვენიერეს აივანზე, სადაც მის დიასახლისთან ერთად ჩაგვერთვება იქიდან. ჩვენი თემა იყო როგორ მოუაროთ მცენარეებს ზაფხულში და როგორ დავტოვოთ ისინი, როდესაც რაღაც პერიოდით მიწევს ქალაქიდან გასვლა. მე მაგალითად ძალიან ვწვალობ ხოლმე, ხან მეზობელს ვთხოვრო წყალი დაუსხი, ხან ვის თუ ვინმე რჩება სახში, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი თემა მათთვის, ვისაც უყვარს მცენარეები. ალბათ თქვენც გაქვთ თქვენი მოვლის წესები და გაგვიზიარეთ, ძალიან კარგი იქნება და მე მგონი ანა უკვე მზად არის, რომ ჩაგვერთოს და მოგვიყვეს. ანა, გამარჯობა, მოგესალმები. ხარ. ყვავილებში, ყვავილივით ხარ ანა. გამარჯობა, შეუძლებელია ამ გარემოში ლამაზად არ გამოიყურებოდე, იმიტომ რომ გოთუას ქუჩაზე, შუაგულ ქალაქში ესეთი 64 აღმოვაჩინეთ. პრინციპში აღმოჩენა არ არის, იმიტომ რომ ეს აივანი აივნების კონკურსის გამარჯვებულიც არის და ახლა მე ამ ყველაფრის ავტორთან ერთად გირჩევთ, რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მცენარეებს ტოვებთ ზაფხულში. თამუნა ნასყიდაშვილია, ჩემი მასპინძელი, მოგბრძანდით თამუნა, გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. ამასწინათ ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ დედაჩემი ქალაქარეთ რომ მიდის, მე არ მკითხულობს, მხოლოდ თავის მცენარეებს კითხულობსო. რას ვითვალისწინებთ პირველ რიგში, თამუნა, როდესაც ტოვებთ მცენარეებს და რამდენი ხანი შეიძლება გაძლონ მაქსიმუმ მოურწყავად? ეგ საკმაოდ ისეთი რთული თემაა, იმიტომ რომ მე თვითონაც ძალიან მიჭირს ხოლმე აი ამ პრობლემასთან გამკლავება. ერთადერთი რაც შეიძლება გამოსავლად ჩაითვალოს, ეს არის ერთგული ადამიანის, ოჯახის ერთგული ადამიანის დატოვება პერიოდულად, თუნდაც 2 დღეში ერთხელ რომ მოაკითხოს და ყვავილს მიაქციოს ყურადღება. შეუძლებელია მცენარემ ასეთ ხვადში გაძლოს 2 მაქსიმუმ 3 დღეზე მეტი. ამიტომ ძალიან რთულია, იცი, უნდა სანდო ადამიანი გყავდეს. სანდო მეზობლები და ოჯახის წევრები, მაგრამ თუ არ აღმოჩნდა უცებ ასეთი და მოგვიწია მაინც გაქცევა, აივნის მცენარეებს ვტოვებთ თუ არა აივანზევე და სახლის მცენარეებს როგორ ვტოვებთ? სინათლეზე, ფარდა გადაწეული, ფანჯარა არის შეხსნილი, აი რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩამოვთვალოთ? გასათვალისწინებელი ფაქტია ის, რომ აივნის მცენარე აუცილებლად უნდა დარჩეს აივანზე. ოთახის მცენარე უნდა დარჩეს ოთახში, თუმცა უნდა იყოს ოდნავ შეღებული ფანჯარა, სარკმელი, თუნდაც კარი, ნუ როგორც მოგეს. ჟანგბადი მაინც სჭირდება მცენარე. აუცილებელია. არც უნდა თაკარამზის წინაშე იყოს. შეგიძლიათ რაღაცით საჩრდილობელი გაუკეთოთ და ისე დატოვოთ და მასაც სინათლე თამუნა თუ სიბნელეში? არავითარ შემთხვევაში სიბნელე. ეხლა მე ამ ყველაფერს ვამბობ, იმიტომ ჩემი გამოცდილებიდან მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ მე ვარ ამ თემით პროფესიონალი. ეს არის ჩემი ცხოვრებისეული მცენარეებთან ურთიერთობიდან გამომდინარე. თუმცა გამოცდილება დიდი გაქვთ, იმიტომ რომ ზურას ვთხოვრო, აი დავათვალიერებინოთ ყველა კუთხე მაყურებელს. ძალიან ლამაზია აქაურობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდე ერთი პატარა და საინტერესო ტექნიკა და საიდუმლო, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. არსებობს ქოთნები, საკმაოდ ძვირადღირებული ქოთნები, რომელსაც აქვს სპეციალური მოწყობილობა და ის ნელ-ნელა რწყავს მცენარეს, ხო? კი, არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც დაგეხმარებიან ამ ყველაფერში. აი კუსტარულად როგორ მოვამზადოთ ეს წვეთოვანი, ახლა თამუნა გასწავლით. მოკლედ, ეხა მე ამ წუთას არ ვარ იმისთვის მზად, რომ ქალაქი დავტოვო და მცენარე დავტოვო, ასე ბედის ანაბარა. თუმცა აი მაგალითისთვის შემიძლია ეს აპრობირებული მეთოდი გამოვიყენოთ. აუცილებელია პირველ რიგში, რომ ეს ძაფი, ბაწარი, რა ვიცი, რაც კიდე ის დავარქვათ, უნდა იყოს ნატურალური. ვიღებთ ნატურალურ ბაწარს. ეხა თვალსაჩინოებისთვის მე შემიძლია ესე გავჭრა. უფრო მსხვილით შეიძლება იყოს ბაწარიო თამუნა. ამ წუთას რაც მომეპოვება სახში. აი ვთქვათ ორს გავაკეთებ მე ასე. კი ბატონო. დავდა გამთრამე ჭურჭელს ქვემოთ. წყლიცავს ეს. შეხედეთ? მოდი.
ერთ ძირს ჩავაყოფინებთ ქოთანში, ერთი წამით. ხელთათ მანის გარეშე მებაღე წარმოუდგენელია. ნამდვილად, იმიტომ რომ მარტო მცენარესთან ხომ არ ხარ ადამიანი, მით უმეტეს ქალი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელების გაფრთხილება. მოკლედ, ერთი ბოლო იქნება ჭურჭელში, სავსე და მეორე იქნება მცენარის ძირში. აი ესე მიწაში ჩავტენით, ასე ვთქვათ. ეხა უბრალოდ ეს მიწა რაღაცა არ მაძლევს, იმდენად გაფხვიერებული მაქვს. თავნა წყლიანი ჯამი ქვევით იქნება თუ აი ზუსტად გასწვრივ აქვს მნიშვნელობა? რა აუცილებლად ქვემოთ უნდა იყოს, რომ მოხდეს წყლის გადინება. ამოტუმბვასავით ხდება, ხო? იწევს თითქოს მცენარე. იღებს იმდენ წყალს, რამდენიც მას სჭირდება. არც ზედმეტად გადაირწყვება და არ გაუფუჭდება და გამოირეცხება ფესვთა სისტემა და არც მთლად უწყლოდ არ დარჩება. ერთადერთი კუსტარულად რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ეს. კიდევ რა არის თამნა ის რჩევები, რაც ზაფხულში უნდა გავითვალისწინოთ მცენარეებთან მიმართებაში? ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, მცენარის შხაპის მიღება, იმიტომ რომ მცენარე უხვად შეიწოვს ამ შთანთქავს აი ამ ნახშირორჟანგს და გამოყოფ ჟანგბას და ამიტომაც აუცილებელია მოირწყვას. მე მაქვს სპეციალური შემიძლია გაჩვენოთ. მოდი ვაჩვენოთ თან მაყურებელს. საშხაპე, მცენარეების საშხაპე. რომელსაც პერიოდულად არა, დაახლოებით 2 დღეში ერთხელ ეს ჩემი გარდენია, ეხა გაყავდა გუშინ და ისე გამახარა. ულამაზესია და საოცარ სურნელი. რა ქვია, გარდა იმისა, რომ მიწაში ვრწყავთ ჩვეულებრივად მცენარეებს, შხაპს ვნამავთ ზევიდან. ჩემს აივანზე, ხა ჩემი აივანი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ისეთი მცენარეები მოვაშენო, რომლებიც უფრო ადვილად ადაპტირდება, ხა ზედმეტად ქარიანი ადგილი არ არის, თუმცა დღის პირველ ნახევარშია მზე და შესაბამისად დღეში ერთხელ ჭირდება მორწყვა. გააჩნია სეზონს, თუ ძალიან მაღალი ტემპერატურა უნდა დააკვირდეთ მიწათ და თვითონ მცენარე გაძლევს. მცენარე გესაუბრება, რა ჭირდება. და რასთავარია თქვენც უნდა მოეფეროთ და ესაუბროთ მცენარეებს. ყველაზე უანგარონი, აი ყველაზე უანგარონი. დიდი მადლობა თამუნა მასპინძლობისთვის. რჩევა კიდევ ბევრია და საშემოდგომოდაც გესტუმრებით, უკვე როგორ დავაბინაოთ და მოვამზადოთ ზამთრისთვის მცენარეები. მე გემშვიდობებით და დროებით სტუდიაში შემოგიერთდებით.